ძველი აღთქმა ფსალმუნი 26 დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი, ვის შევუშინდე, უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა, ვისგან შევზრწუნდე, თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად, ჩაგვრელი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიგდებიან და დაეცემიან. თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული, თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს. ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები, რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზრდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე, რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს და ახლა მაღლა ავწევ თავს გარშემოხოული მტრების მიმართ და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს. ისმინე უფალო ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ, შემიწყალე და მიპასუხე. შენგან ამბობ ჩემი გული, მოძებნეთ ჩემი სახე, შენს სახეს მოვძებნი უფალო. ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო ჩემო მხსნელო, რადგან დამაგდო ჩემმა დედმამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე. მიწინამძღვრე უფალო შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო. ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებ, რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ. რომ არ მერწმუნა ხილვა უფლისა სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი. ამინ.